ეს ბათქაში არის მე-14 საუკუნე. კი, ეს ლაბორატორიულად დამოწმებული ამბავია. ვიცით კომპონენტებით რა შეიცავს ეს ეგრეთ წოდებული ბათქაში. ან კირი თავისთავად კვარცი არის დიდი რაოდენობით, შიგნით გარეული, ნახშირი არის, კალცი არის. ლეგენდების მიხედვით ამბობენ ხოლმე, რომ კვერცხს ურევდნენ ბათქაში და როგორ მოახერხეთ ამის შენარჩუნება ამდენი ხნის მანძილზე? კოშკს ერთადერთი რა სჭირდება ალბათ არის გადახურვა და რაღაცა უვლიდნენ ყოველთვის. კოშკი ითვლებოდა სიმბოლოდ იმ საძმოსი. სადაც კოშკი იდგა, იმ საძმოში ესე კი სამხედრო პირიც იყო, რომელიც წეღარო ვთქვით, რომ მიდიოდნენ საომრად და ეს ხალხი იყო, ვისაც კოშკი ჰქონდა. ანუ მასკულინური სიმბოლო იყო, ბუნებრივია, ახლა ჩანს ესეც და მხოლოდ კაცები ადიოდნენ შიგნით. ანუ თავდაცვის ნაგებობა ვერ იქნებოდა, ხო? თუ რაღაცა არის, ქალებს ტოვებდნენ გარეთ. კოშკში არ შეიძლებოდა რომ შესულიყო. კოშკში ქალის ასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს თავის საკუთრივ ადგილი არ ჰქონდა, რომ სადაც კაცის ჩასვლა არ შეიძლებოდა. ეს იყო მიწისქვეშა საიდუმლო სართული. იმ სახლის ეგრეთ წოდებული ქორ და მაჩუბში მერე, ანუ შუა ნაწილში მთელი ოჯახი ცხოვრობდა ერთად და ეს იყო რაღაცა პატარა სახელმწიფოსავით, ანუ უფროსი მამაკაცი და ქალი განაგებდა ამ ოჯახს და ანუ თანასწორობა იყო ესე ვთქვათ, რომელიც დანარჩენ კავკასიაში ესეთი არის.